ვაქცინაციამ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის პროგრამებმა შედეგი გამოიღო. ბავშვებს შორის სიკვდილიანობა დრამატულად შემცირდა, მაგრამ რა მდგომარეობაა მოზარდებში? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ ისინი უყურადღებოდ არიან. მოზარდებში 10-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში წელიწადში საშუალოდ 1.200.000 ადამიანი იღუპება. ანუ წარმოგიდგენია დღეში 3,000. ყოველდღე 10 დიდი თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს. წამყვანი მიზეზი საგზაო შემთხვევებია. უმეტესად მოზარდი ფეხით ან ველოსიპედით დადის და მას მანქანა ეჯახება. რეგიონის ასაკის და სქესის მიხედვით სიკვდილიანობის დანარჩენი მიზეზი განსხვავებულია, თუმცა განვითარებად ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. 15-19 წლამდე ბიჭებში ავტოავარიები ლიდერობს. იმავე ასაკის გოგონებში წამყვანი მიზეზი ნაადრევი მშობიარობაა. ამ სპექტაკლით ყირგიზეთში ნაადრევ ქორწინებებს ებრძვიან. 10-12 წლის გოგონებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება რესპირატორული ინფექციები, პნევმონია ან ჰაერის დაბინძურებით საწვავის გამონაბოლქვით მოწამვლა. თინეიჯერებში ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ფსიქიატრიული პრობლემები ჭარბობს. ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო ლიდერებს მოზარდებისთვის საგანგებო პროგრამების შექმნისკენ მოუწოდებს. მთავრობებმა ახალგაზრდებში ინვესტიცია უნდა ჩადონ და ეს ქვეყნისთვის პრიორიტეტად აქციონ. ეს ხომ ყველაზე მთავარი სიმდიდრეა. ბავშვები ჩვენი მომავალია. აუცილებელია ღვედების გამოყენების და სიჩქარის ლიმიტების დაცვის უზრუნველყოფა, მავნეჩვევების წინააღმდეგ ბრძოლა და ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამა. დიაბეტის, ინფარქტების, ინსულტების, ფილტვის კიბოს და ბევრი სხვა სასიცოცხლო რისკის მქონე დაავადების ფესვები სწორედ ამასაკიდან, ამ წლებიდან მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს მოზარდის სწორკვებას, ვარჯიშს, რა ასაკში გაშინჯავს თამბაქოს, ალკოგოლს და გახდება თუ არა მათზე ან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული. მოზარდების ფიზიკურ, ფსიქიკურ, სექსუალურ ჯანმრთელობაში ინვესტირების შემთხვევაში სახელმწიფოს გაცილებით დიდი ეკონომიკური უკუგება ექნება. სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში აპრილში გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, რომ თითო მოზარდზე წელიწადში სულ $5 ინვესტიცია საზოგადოებას 10 ჯერ მეტი მოგებით დაუბრუნდება.